კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნება. თავი მე-14. უფალ ბრაჰმას მიერ უფალ კრიშნასადმი აღვლენილი ლოცვები. ბრაჰმამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო, შენ ახარ ერთადერთი სათაყვანებელი უზენაესი უფალი, ღმრთების უზენაესი პიროვნება. ამიტომაც მოწიწებით ვხრი თავს შენს წინაშე და შენ საამებლად ლოცვებს აღვავლენ. შენი სხეული ფერით წყლით სავსე ღრუბელს გავს, შენი ყვითელი სამოსი ოქროსფრად ანათებს და თავად შენც ბრწყინავ. კვლავ და კვლავ მოწიწებით ვცემ თაყვანს ნანდა მაჰარაჯას ვაჟს, რომელიც ჩემს წინაშე დგას, ნიჟარით, საყურეებითა და ფარშავანგის ბუმბულით თავზე. წარმტაცია მისი სახე, თავზე ტყის ყვავილებით შემკული ქუდი ახურავს და ხელში ტკბილეული უკავია. რარი გადამშვენებს ჯოხი, ხარის რქის საყვირი და ფლეიტა, პატარა ტერფები ლოტოსს მიუგავს. ჩემო ძვირფასო უფალო, ხალხმა შეიძლება თქვას, რომ მე მთელი ვედური ცოდნის მოძღვარი ვარ და სამყაროს შემოქმედად ვითვლები, მაგრამ ახლა ნათელი გახდა, რომ მე არ შემწევს შენი პიროვნების შეცნობის უნარი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვის სახით დგახარ ჩემს წინაშე. მეგობრებთან ერთად ხბოებსა და ძროხებს ეთამაშები, რის გამოც შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ განათლება გაკლია. სოფლელ ბიჭს გავხარ, ხელში საჭმელი რომ უჭირავს და ხბოებს დაეძებს და მაინც იმდენად დიდია განსხვავება შენსა და ჩემს სხეულს შორის, რომ მე არ შემწევს შენი სხეულის შეფასების უნარი. როგორც უკვე ვთქვი, ბრაჰმა სამჰიტაში შენი სხეული არ არის მატერიალური. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია, რომ უფლის სხეული მთლიანად სულიერია. არ არსებობს განსხვავება უფლის სხეულსა და მის არსებას შორის. მისი სხეულის ყოველ ნაწილს შეუძლია დანარჩენი ნაწილების ფუნქციის შესრულება. უფალს შეუძლია დაინახოს ხელებით, მიიღოს ძღვენი ფეხებით, შექმნას პირით. ბრაჰმა განაგრძობდა: მენახირე ბიჭის სახით შენს მოვლინებას სიკეთე მოაქვს ერთგულთათვის, თუმცა მე ძროხების, ბიჭებისა და ხბოების მოპარვით შეურაცხყოფა მივაყენე შენს ლოტოსის წერფებს. მესმის, რომ წყალობელი ხარ ჩემდამი, ეს შენი ტრანსცენდენტული თვისებაა. შენ ძალიან გიყვარს შენი ერთგულები, ჩემდამი სიყვარულის მიუხედავად, მე არ შემიძლია შენი სხეულის მოქმედებათა ძალის შეფასება. თუკი მე, უფალ ბრაჰმას, ამ სამყაროს უზენაეს პიროვნებას არ ძალმით ღმრთების უზენაეს პიროვნების ბავშვის სხეულის შეფასება, მაშ სხვებზე რაღა გვეთქმის? თუ მე ვერ ვაფასებ შენი ბავშვური სხეულის სულიერ ენერგიას, მაშ რაღა უნდა გავიგო შენი ტრანსცენდენტული გართობების შესახებ? ამიტომაც, როგორც ბჰაგავად გიტაშია ნათქვამი, მას, ვინც ოდნავ მაინც ხვდება უფლის ტრანსცენდენტულ გართობებს, გამოჩენასა და გაუჩინარებას, მაშინვე ეძლევა უფლება მატერიალურ სხეულთან განშორების შემდეგ ღმერთის სამეფოში შევიდეს. იგივე დადასტურებულია ვედებშიც. მათში ნათქვამია: უბრალოდ ღმრთების უზენაესი პიროვნების გაგებით ადამიანს განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილის ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლია. ამიტომაც ვურჩევ ხალხს, სპეკულაციური ცოდნით ნუ შეეცდებიან შენს შეცნობას. შენი შეცნობის საუკეთესო გზას სპეკულაციური პროცესისათვის მორჩილად თავის მინებება და შენ შესახებ მოსმენიც წარმოადგენს. მოსმენა საჭიროა ან შენგან, რაც ბჰაგავად გიტაში, ან მსგავს ვედურ ნაწარმოებებში შენი სიტყვების მოსმენაში გამოიხატება, ან რეალიზებული ერთგულისაგან, რომელმაც თავშესაფარი შენს ლოტოსის ტერფებში ჰპოვა. ერთგულის მოსმენა სპეკულაციის გარეშეა საჭირო. ადამიანს არ სჭირდება ამქვეყნიური მდგომარეობის შეცვლა, მან მხოლოდ შენი ეპისტოლე უნდა ისმინოს. თუმცა მატერიალური გრძნობებით შენი შეცნობა შეუძლებელია, უბრალოდ შენ შესახებ მოსმენით ადამიანს მცდარი შეხედულებებით გამოწვეული უმეცრების გადალახვა შეუძლია. მხოლოდ შენი მადლით ხდები შენი ერთგულისათვის საცნაური, სხვანაირად შენი დაპყრობა არ ხდება. ერთგულის სამსახურის გარეშე სპეკულაციური ცოდნით შენი ძიება
მხოლოდ დროის ფუჭად ხარჯვას წარმოადგენს. ერთგულის სამსახური იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის მცირეოდენ ცდასაც შეუძლია ცოცხალი არსების სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე აყვანა. ამიტომ კაცმა არ უნდა უარყოს ერთგულის სამსახურის ეს სასიკეთო პროცესი და არ ირჩიოს სპეკულაციური მეთოდი. ცოდნის შეძენა შეიძლება, მაგრამ ამით შენი ყველაფრის საწყისის შეცნობა შეუძლებელია. მხოლოდ სპეკულაციური ცოდნით დაინტერესებულ პირთა მცდელობა ფუჭად გაწეული შრომაა. მსგავსად იმ პიროვნებისა, რომელიც ბრინჯის ბზას ცეხვავს და რაღაცის მიღებას ცდილობს, ბრინჯის გარჩევა სახერხი ბორბლით შეიძლება, მაგრამ თუ ბრინჯი უკვე გატარებულია სახერხად ბორბალში, მაშინ რაღა აზრი აქვს მის ხელახლა დაცეხვას? ეს შრომა ამაოა. ჩემო ძვირფასო უფალო, ადამიანთა საზოგადოებაში მრავალი მაგალითი არსებობს, როდესაც პიროვნება, რომელიც ტრანსცენდენტული საფეხურის მიღწევისას მარცხს განიცდის, სხეულით, ჭკუითა და სიტყვებით ერთგულ სამსახურს იწყებს და ამ გზით შენს საუფლოში უმაღლეს სრულყოფილებას აღწევს. ერთგულის სამსახურის გარეშე სპეკულაციური მსჯელობით ან მისტიური მედიტაციით შენი შეცნობის მცდელობა უსარგებლოა. ამიტომ ადამიანი თვითამქვეყნიური საქმიანობის დროსაც შენი ერთგული სამსახურით უნდა იყოს დაკავებული და შენი ტრანსცენდენტული დიდების მოსმენისა და გალობის პროცესით მუდამ შენს სიახლოვეს იმყოფებოდეს. უბრალოდ განუწყვეტლივ შენი დიდების მოსმენითა და გალობით ადამიანს უმაღლესი სრულქმნის საფეხურის მიღწევა და შენს სამეფოში შესვლა შეუძლია. ამიტომ, თუ კი პიროვნება შენი დიდების მოსმენითა და გალობით ყოველთვის შენს მახლობლად იმყოფება და თავისი შრომის შედეგებს მხოლოდ შენს დაკმაყოფილებას უძღვნის, იოლად და ბედნიერად აღწევს შენი უმაღლესი სავანის კარს. შენი შეცნობა ძალუძთ მათ, ვინც გული ყოველგვარი უწმინდურობისაგან განიწმინდეს. გულის ამგვარი განწმენდა შენი მეუფების დიდებათა შესახებ გალობითა და მოსმენით არის შესაძლებელი. უფალი ყოვლის გამჭოლია, როგორც უფალი კრიშნა ამბობს ბჰაგავად გიტაში, ყველაფერი ჩემით სულდგმლობს, მაგრამ ამავე დროს მე ყველაფერში არა ვარ. რადგან უფალი ყოვლის გამჭოლია, არაფერია მისთვის უცნობი. ცოცხალი არსების შეზღუდული ცოდნა ღმრთების უზენაესი პიროვნების ყოვლის გამჭოლ ბუნებას ვერასოდეს შეცდება. ამიტომ უზენაესი უფლის შეცნობა ძალუძს მხოლოდ მას, ვინც ჭკუა უფლის ლოტოსის წერფებზე მიპყრობით განიმტკიცა. ჭკუის საქმე გრძნობათა დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა საგნების გარშემო ხეტიალია. ამიტომ მხოლოდ იმ პიროვნებას შეუძლია ჭკუის კონტროლი და მისი უფლის ლოტოსის წერფებისკენ მიპყრობა, ვინც თავის გრძნობებს მუდამ უფლის სამსახურში აკავებს. უფლის ლოტოსის წერფებზე ჭკუის ამგვარ კონცენტრაციას სამათი ეწოდება. სამათის ანუ ტრანსის საფეხურის მიღწევამდე ადამიანს არ ძალუძს ღმრთების უზენაესი პიროვნების ბუნების გაგება. შეიძლება არსებობდნენ გარკვეული ფილოსოფოსები ან მეცნიერები, რომელთაც კოსმიური ბუნების ატომურ დონეზე შესწავლა ძალუძს. შეიძლება ისინი იმდენად განვითარდნენ, რომ კოსმოსური ატმოსფეროს ატომური შემადგენლობის ან ზეცაში ყველა პლანეტისა და ვარსკვლავის მზისა თუ მნათობის ბრწყინავი მოლეკულური ნაწილაკების გამოთვლა შეძლონ, მაგრამ ღმრთების უზენაესი პიროვნების თვისებათა გამოთვლა შეუძლებელია. როგორც ვედანტა სუტრას დასაწყისშია აღწერილი, უზენაესი პიროვნება ყოველგვარი თვისების წყაროს წარმოადგენს. ჩვეულებრივ მას ნირგუნას უწოდებენ. ნირგუნა ნიშნავს შეუფასებელი თვისებების მქონეს. გუნა აღნიშნავს თვისებას, ხოლო ნირ შეფასების გარეშე, მაგრამ იმპერსონალისტები სიტყვა ნირგუნას სხვანაირად თვისებების არ მქონეთ განმარტავენ. იმის გამო, რომ ტრანსცენდენტული რეალიზაციის გზაზე უფლის თვისებების შეფასება არ ძალუძს, ისინი ასკვნიან, რომ უზენაეს უფალს არავითარი თვისება არ გააჩნია, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ უფალი ყველა თვისების წყაროა. ყველა თვისება გამუდმებით გამომდინარეობს მისგან. მას როგორღარ შეუძლია შეზღუდულ პიროვნებას უფლის თვისებების აღნოსხვა?
შესაძლოა წამით ვიღაცამ შეაფასოს უფლის თვისებები, მაგრამ მეორე წამში ეს თვისებები მატულობს. ასე რომ, უფლის ტრანსცენდენტული თვისებების შეფასება შეუძლებელია, ამიტომ მას ეწოდება ნირგუნა, შეუფასებელი თვისებების მქონე. სხვადასხვა ვარჯიშების გზით სხეულისეული ყოფიერების უბედურებისგან განთავისუფლების ან ბედნიერების მიღწევის მცდელობა არ არის საჭირო. ყველაფერს ჯობია სხეულით, ჭკუითა და სიტყვით ღმრთების უზენაეს პიროვნებას მივენდოთ და მუდამ მის მსახურებაში ვიყოთ დაკავებული. ამგვარი ტრანსცენდენტული შრომა ნაყოფს გამოიღებს, აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის სხვა მცდელობებს კი არავითარი წარმატება არ მოჰყვება. ამიტომ გონიერი კაცი სპეკულაციური მსჯელობითა და მისტიკური ძალით არ ცდილობს უზენაესი პიროვნების აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობას. ნაცვლად ამისა, იგი ერთგულ სამსახურს იწყებს და ღმრთების უზენაეს პიროვნებას ენდობა. მან იცის, რომ რაც არ უნდა დაემართოს სხეულს, ყველაფერი წარსული კარმიული მოქმედებების შედეგს წარმოადგენს. თუ კი ადამიანი ერთგულ სამსახურში ამგვარ მარტივ ცხოვრებას ეწევა, იგი თავისთავად დაიმსახურებს უფლის ტრანსცენდენტულ სავანეში მოხვედრის უფლებას. სინამდვილეში ყოველი ცოცხალი არსება უზენაესი უფლის განუყოფელი ნაწილაკი და ღმრთების შვილია. თითოეულს აქვს უფლება მემკვიდრეობით მიიღოს და გაინაწილოს უფლის ტრანსცენდენტული სიამოვნებანი, მაგრამ მატერიასთან ურთიერთობის გამო განპირობებულმა ცოცხალმა არსებამ მემკვიდრეობა ფაქტიურად დაკარგა. თუ კი ვინმე ერთგული სამსახურის მარტივ მეთოდს ღებულობს, ბუნებრივად ღირსი ხდება განთავისუფლდეს მატერიალური უწმინდურებისგან და უზენაეს უფალთან ურთიერთობის ტრანსცენდენტულ საფეხურზე ამაღლდეს. უფალი ბრაჰმა მეტად თავდაჯერებულად მოიქცა უფალი კრიშნას წინაშე, ვინაიდან კრიშნას საოცარი ძალის გამოცდა მოინდომა. მან უფალს ბიჭები და ხბოები იმისთვის მოპარა, რომ ენახა, როგორ დაებრუნებდა მათ უფალი. შემდგომ უფალმა ბრაჰმამ აღიარა, რომ ამ მცდელობისას იგი მეტისმეტად თავდაჯერებული იყო, ვინაიდან თავდაპირველი ძალის მფლობელის პიროვნების წინაშე ცდილობდა თავისი ძალის გამოცდას. გონს რომ მოეგო, უფალმა ბრაჰმამ დაინახა, რომ მატერიალური სამყაროს სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით, მისი ძლევამოსილების მიუხედავად, ღმრთების უზენაესი პიროვნების ძალის წინაშე მისი ძალა არარაობას წარმოადგენდა. მატერიალური სამყაროს მეცნიერებმა ისეთი საოცრებები ამოაჩინეს, როგორიც არის ატომური იარაღი. ამგვარი ძლიერი იარაღი ამ პლანეტის რომელიმე ქალაქში ან უმნიშვნელო ადგილას გამოცდისას ეგრეთ წოდებულ განადგურებას იწვევს, მაგრამ თუ ატომურ იარაღს მზეზე გამოცდიან, განაექნება მას რაიმე ძალა, ის ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს. სწორედ ასევე, ბრაჰმას მიერ კრიშნასათვის ხმოვებისა და ბიჭების მოპარვა შეიძლება მისტიკური ძალის გასაოცარი გამოვლენა იყო, მაგრამ როდესაც უფალმა კრიშნამ აჩვენა თავისი ძალა, ამდენ ხბოდ და ბიჭად გავრცელდა და ეს მდგომარეობა ყოველგვარი ძალის ხმავის გარეშე შეინარჩუნა, ბრაჰმა თავისი ძალის უბადრუკობას მიხვდა. ბრაჰმამ აჩიუტა უწოდა უფალ კრიშნას, ვინაიდან უფალს ერთგულის მიერ გაღებული სულ მცირე სამსახურიც კი არასოდეს ავიწყდება. თავისი ერთგულებისთვის იგი იმდენად კეთილი და მოსიყვარულია, რომ მათ მცირე სამსახურსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბრაჰმა კი ნამდვილად დიდ სამსახურს უწევს უფალს. როგორც ამ კონკრეტული სამყაროს უმაღლესი პიროვნება, იგი უეჭველად კრიშნას ერთგული მსახური გახლავთ. ამიტომაც მან შეძლო უფლის დამშვიდება. იგი სთხოვდა უფალს მის მორჩილ მსახურად ჩაეთვალა და შეცდომა და კადნიერება ეპატიებინა. მან აღიარა, რომ უფალი ბრაჰმას მდგომარეობამ გააამაყა, ვინაიდან იგი მატერიალური სამყაროს ნების მოდუსის თვისობრივ ინკარნაციას წარმოადგენს. ეს მისთვის ბუნებრივი იყო, ამიტომაც შეცდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უფალი კრიშნა თანაგრძნობით აღისო თავისი მსახურისადმი და მიუტევა უხეში შეცდომა. უფალი ბრაჰმა მიხვდა თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას. იგი უდავოდ, სამყაროს უდიდესი მასწავლებელია,
რომელიც პასუხს აგებს ტოტალური მატერიალური ელემენტების, ცრუ ეგოს, ცის, ჰაერის, ცეცხლის, წყლისა და მიწისაგან შემდგარ მატერიალური ბუნების შექმნაზე. ამგვარი სამყარო შეიძლება უზარმაზარი იყოს, მაგრამ მისი გაზომვა შესაძლებელია, ისევე როგორც შეგვიძლია გავზომოთ საკუთარი სხეული და გავიგოთ, რომ იგი 7 წრთის ტოლია. ამ სამყაროს გარდა უამრავი სხვა სამყარო არსებობს, რომელიც ამ კონკრეტული უფალი ბრაჰმას გამგებლობის სფეროში არ შედის. სწორედ ისე, როგორც ფანჯრის ბადის ნასვრეტებში გამოდის ურიცხვი მცირე ნაწილაკი, ასევე მილიონობითა და მილიარდობით სამყარო გამოდის თესლის სახით მაჰავიშნუს სხეულის ფორებიდან. ეს მაჰავიშნუ კი კრიშნას სრული ექსპანსიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. მას რას წარმოადგენს უფალი კრიშნას გვერდით ამ სამყაროს უმაღლესი არსება ბრაჰმა? ამიტომ ბრაჰმამ თავი დედის მუცელში მყოფ ბავშვს შეადარა. თუ დედის მუცელში ბავშვი ხელფეხს ამოძრავებს და დედის სხეულს ეხება, განა ეს დედას შეურაცხყოფს? რა თქმა უნდა არა. სწორედ ასევე უფალი ბრაჰმა ძალიან დიდი პიროვნება იყო, მაგრამ ღვთაების უზენაეს პიროვნების საშვილოსნოში არა მარტო ბრაჰმა, არამედ ყოველი არსებულიც იმყოფება. უფლის ენერგია ყოვლის გამჭოლია. სამყაროში არ არსებობს ადგილი, სადაც იგი არ მოქმედებდეს. ყველაფერი უფლის ენერგიაში ძევს, ასე რომ ამ სამყაროს ბრაჰმა და სხვა მილიონობითა და მილიარდობით სამყაროს ბრაჰმები უფლის ენერგიაში არსებობენ. ამიტომ უფალი დედად ითვლება, ხოლო ყველაფერი, რაც დედის საშვილოსნოში იმყოფება, ბავშვად. კარგი დედა, შვილი ფეხებსაც რომ სცემდეს, არასოდეს ბრაზობს მასზე. შემდეგ უფალმა ბრაჰმამ აღნიშნა, რომ იგი სამი სამყაროს, სამი პლანეტარული სისტემის, ფურლოკას, ფუვაროლოკას, სვარალოკას განადგურების შემდეგ ნარაიანას ჭიპიდან ამოზრდილი ყვავილიდან დაიბადა. სამყარო დაყოფილია სამ ნაწილად, ესენია სვარგა, მარტია და პატალა. ეს სამი პლანეტარული სისტემა განადგურების დროს წყალში იძირება. ამ დროს ნარაიანა, კრიშნას სრული ნაწილი წყალზე წვება. თანდათანობით მისი ჭიპიდან იზრდება ლოტოსის კვირტი და იმ ლოტოსის ყვავილიდან ბრაჰმა იბადება. ბუნებრივია დაასკვნა, რომ ბრაჰმას დედას ნარაიანა წარმოადგენს. სამყაროს განადგურების შემდეგ უფალში განისვენებს ყველა ცოცხალი არსება, ამიტომ მას ნარაიანა ეწოდება. სიტყვა ნარა ნიშნავს ყველა ცოცხალი არსების ერთობლიობას, ხოლო აიანა განსასვენებელ ადგილს. გარბოდაკაშაე ვიშნუს ფორმას ეწოდება ნარაიანა, რადგან იგი წყალზე ისვენებს. გარდა ამისა, იგი ყველა ცოცხალი არსების მოსასვენებელი ადგილია და კიდევ, როგორც ბჰაგავად გიტაშია დამტკიცებული, ნარაიანა თითეულის გულში იმყოფება. ამ გაგებითაც იგი ნარაიანაა, რადგან განსასვენებელი ადგილის გარდა აიანა ცოდნის წყაროსაც ნიშნავს. ბჰაგავად გიტაში ისიც მტკიცდება, რომ ცოცხალი არსების მიერ რაიმეს გახსენება გულში ზესულის ყოფნის გამო ხდება. სხეულის გამოცვლის შემდეგ ცოცხალ არსებას წარსული ცხოვრების შესახებ ყველაფერი ავიწყდება, მაგრამ მის გულში მყოფი ნარაიანა ზესული მეხსიერებას აძლევს, მას და წარსული სურვილის თანახმად ამოქმედებს. უფალ ბრაჰმას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ კრიშნა არის თავდაპირველი ნარაიანა, ნარაიანას წყარო და რომ ნარაიანა არის არა გარეგანი ენერგიის მაიას გამოვლინება, არამედ სულიერი ენერგიის ექსპანსიას წარმოადგენს. გარეგანი ენერგიის, ანუ ილუზიის, მაიას მოქმედებები კოსმოსური სამყაროს შექმნის შემდეგ ვლინდება, ხოლო ნარაიანას თავდაპირველი სულიერი ენერგია სამყაროს შექმნამდე მოქმედებდა. ასე რომ ნარაიანას ექსპანსიები კრიშნადან კარანადაკაშაია ვიშნუმდე, კარანადაკაშაე ვიშნუდან გარბოდაკაშაე ვიშნუმდე, გარბოდაკაშაე ვიშნუდან ქსიროდაკაშაე ვიშნუმდე და ქსიროდაკაშაე ვიშნუდან ყველას გულამდე უფლის სულიერი ენერგიის გამოვლინებებს წარმოადგენს. მათ მატერიალური ენერგია არ მართავს, ამიტომ ისინი დროებითი არ არიან. ყველაფერი, რასაც მატერიალური ენერგია წარმართავს, დროებითია, სულიერი ენერგიით შესრულებული კი მარადიული. უფალმა ბრაჰმამ
კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის განაცხადი, რომლის თანახმადაც კრიშნა თავდაპირველი ნარაიანაა. მისი სიტყვებით, გიგანტური კოსმოსური სხეული განიცვენებს წყალზე, რომელიც გარბულ დაკადაა ცნობილი. მან თქვა, სამყაროს ეს გიგანტური ფორმა შენი ენერგიის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ეს კოსმოსური ფორმაც ნარაიანაა, ვინაიდან იგი წყალზე განისვენებს. ჩვენ კი ყველანი ნარაიანა ფორმის საშვილოსნოში ვიმყოფებით. მე ყველგან ვხედავ შენს ნარაიანა ფორმებს, მათ წყალში ვხედავ, გულში ვგრძნობ, ახლა კი ჩემს წინაშე მდგომს გიმზერ, შენ თავდაპირველი ნარაიანა ბრძანდები. ძვირფასო უფალო, ამ მოვლენებაში შენ დაამტკიცე, რომ მაიას უმაღლესი განმგებელი ხარ. შენ ამ კოსმიური გამოვლენების საზღვრებში რჩები და მთელი ქმნილება მაინც შენშია. შენ უკვე დაამტკიცე ეს ფაქტი, როდესაც დედა იაშოდას შენს პირში მთელი კოსმიური გამოვლენება უჩვენე. შენი იოგამაიას წარმოუდგენელი ძალით ყოველგვარი გარეგანი დახმარების გარეშე შეგიძლია ამგვარი რამეების გაკეთება. ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნავ, მთელი კოსმიური გამოვლენება, რასაც ამჟამად ვუყურებთ, შენ სხეულში იმყოფება და მაინც მე შენ გარეთ ვხედავ და შენც გარეთ მხედავ მე. განა შეიძლება მსგავსი რამეები შენი წარმოუდგენელი ენერგიის გავლენის გარეშე მოხდეს? უფალმა ბრაჰმამ აქ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნების წარმოუდგენელი ძალის აღიარების გარეშე ადამიანს მოვლენათა ჭეშმარიტი ახსნა არ ძალუძს. იგი განაგრძობდა, ჩემო ძვირფასო უფალო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და გავაანალიზოთ, მხოლოდ დღეს მომხდარი რაც მე ვნახე, განა ამის მიზეზი შენი წარმოუდგენელი ენერგიები არ არის? პირველად მარტო შენ დაგინახე, შემდეგ შენს მეგობრებად, ხვბოებად და ყოველივე ვრინდავანში არსებულად გავცელდი. შემდეგ შენ და ყველა ბიჭი ოთხხელიანი ვიშნუს სახით გიხილეთ. მათ ეთაყვანებოდა ყველა ელემენტი და ყველა ნახევარღმერთი ჩემი ჩათვლით. შემდეგ ისინი კვლავ მენახირე ბიჭებად იქცნენ და შენ უწინდებურად მარტო დარჩი. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უზენაესი უფალი ნარაიანა ყველაფრის დასაბამი ხარ, ყველაფერი შენგან მომდინარეობს და შემდეგ კვლავ შენში შედის, შენ კი უცვლელი რჩები. მათ, ვინც არ იციან შენი წარმოუდგენელი ძალის შესახებ, არ ესმით, რომ მარტო შენ ვრცელდები შემოქმედ ბრაჰმად, მასულდგმულებელ ვიშნუთ და გამანადგურებელ შივად. ისინი, ვინც ჭეშმარიტება არ უწყიან, დაობენ, რომ მე ბრაჰმა შემოქმედი ვარ, ვიშნუ მასულდგმულებელია, უფალი შივა კი გამანადგურებელი. სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ შენ ახარ, შემოქმედიც, მასულდგმულებელიც და გამანადგურებელიც. სწორედ ასევე შენ ვრცელდები სხვა ინკარნაციების სახით, ნახევარღმერთთა შორის ვამანადევად, დიად ბრძენთა შორის პარაშურამად, ადამიანთა შორის შენივე სახით, უფალ კრიშნად ან უფალ რამად ევლინები, ხოლო წყლის არსებათა შორის თევზად. და მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ შენ ევლინები, რამე თუ მარადიული ხარ, შენი გამოჩენა გაუჩინარება ხორციელდება შენივე შეუცნობელი ენერგიით, რათა მორწმუნე ერთგულები დაიფარო და დემონები გაანადგურო. ო ჩემო უფალო, ო ყოვლის გამჭელო ღმრთების უზენაესო პიროვნებავ, ო ზესულო, ყოველგვარი მისტიური ძალის გამგებელო, არავის ძალოც ამ სამსაყვალოში წარმოჩენილი შენი ტრანსცენდენტული გართობების შეფასება. ვერავინ შეაფასებს თუ როგორ გაავრცელე შენი იოგამაია და შენი ინკარნაცია და როგორ მოქმედებ შენი ტრანსცენდენტული ენერგიით. ძვირფასო უფალო, მთელი ეს კოსმიური გამოვლენება წამიერ სიზმარს გავს და მისი წარმავალი არსებობა მხოლოდ ჭკუას აფორიაქებს. ამიტომ ამ ყოფიერებაში მუდამ შფოთით ვართ მოცულნი. ამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება ტანჯვასა და ყოველგვარ უბედურებას ნიშნავს და მაინც მატერიალური სამყაროს ეს წარმავალი ყოფიერება სასიამოვნო და ძვირფასია, რამე თუ გამომდინარეობს შენი სხეულიდან, რომელიც მარადიულია და ცოდნით არის აღსავსე.
ამიტომ ვასკვნი, რომ შენ ზესული აბსოლუტური ჭეშმარიტება და უზენაესი თავდაპირველი პიროვნება ხარ. თუმცა ვიშნუს მრავალ სახედ, ცოცხალ არსებად და ენერგიებად გავრცელდი, შენი შეუცნობელი ტრანსცენდენტული ენერგიებით უზენაესი და შეუდარებელი, უმაღლესი ზესული ხარ. ურიცხვი ცოცხალი არსებები თავდაპირველი ცეცხლის მხოლოდ ნაპერწკლებს წარმოადგენენ. შენო მეუფებავ, ზესულზე იმპერსონალური შეხედულება არასწორია, ვინაიდან მე ვხედავ, რომ თავდაპირველი პიროვნება ხარ. არასაკმარისი ცოდნის მქონე არსებები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რახან მაჰარაჯა ნანდას შვილი ხარ, თავდაპირველ პიროვნებად აღარ ითვლები და ჩვეულებრივი ადამიანივით დაიბადე. ისინი ცდებიან. შენ ნამდვილად თავდაპირველ პიროვნებას წარმოადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ნანდა მაჰარაჯას შვილი ბრძანდები. ასეთია ჩემი დასკვნა, ეს უეჭველია. შენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენ და ამ მატერიალურ წყლიაც არ ეკუთვნი. შენ ახარ წყარო თავდაპირველი ბრაჰმაჯიოტისა და აგრეთვე მატერიალური ნათობებისა. შენი ტრანსცენდენტული გამოსხივება ბრაჰმაჯიოტის იდენტურია, როგორც ბრაჰმა სამჰიტაშია აღწერილი, ბრაჰმაჯიოტი სხვა არაფერია, თუ არა შენი პიროვნული სხეულის ნათება. არსებობს უამრავი ვიშნუ ინკარნაცია და შენი თვისებების ინკარნაცია, მაგრამ ყოველი მათგანი ერთ დონეზე არ იმყოფება. შენ თავდაპირველი ლამპარი ხარ. სხვა ინკარნაციები შეიძლება თავდაპირველი ლამპარის მსგავს ნათების ძალას ფლობდნენ, მაგრამ თავდაპირველი ლამპარი მაინც ყოველგვარი სინათლის დასაბამს წარმოადგენს და ვინაიდან მატერიალური სამყაროს ერთ-ერთი ქმნილება არ ბრძანდები, ამ სამყაროს განადგურების შემდეგაც განაგრძობ არსებობას. თავდაპირველი პიროვნება გოპალა ტაპანიში ვედურ უპანიშადში, აგრეთვე ბრაჰმა სამჰიტაში დახასიათებულია როგორც გოვინდამ ადი პურუშამ. გოვინდა თავდაპირველი პიროვნებაა, ყოველ მიზეზთა მიზეზი. ბჰაგავად გიტაშიც ნათქვამია, რომ შენ ბრაჰმანის გამოსხივების წყარო ხარ. არავინ უნდა დაასკვნას, თითქოს შენი სხეული ჩვეულებრივი მატერიალური სხეულის მსგავსია. შენი სხეული არის აქშარა, გაუნადგურებელი. მატერიალური სხეული ყოველთვის სავსეა სამი სახის უბედურებით, მაგრამ შენი სხეული საჩჩით ანანდა ვიგრაჰას წარმოადგენს. ნეტარებით, ცოდნითა და მარადიულობითაა სავსე. შენ ახარ აგრეთვე ნირანჯანა, რამე თუ შენი გართობები, როგორც დედა იაშოდას პატარა შვილისა და გოპების მეუფისა, მატერიალური თვისებებით არასოდეს იბილწება და თუმცა მრავალი მენახირე ბიჭის ხბოსა და ძროხის სახით ავლენ თავს, შენი ტრანსცენდენტული ძალა არ მცირდება. შენ ყოველთვის სრული ხარ, როგორც ვედურ ლიტერატურაშია აღწერილი, სრულისგან, უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან, სრული ნაწილის მოცილების შემთხვევაშიც კი იგი სრული, უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება რჩება და თუმცა სრულიდან მრავალი ექსპანსია ვლინდება, სრული მაინც ერთადერთია და განუმეორებელი. ვინაიდან ყველა შენი გართობა სულიერია, ბუნების მატერიალური მოდუსებით მათი წაბილწვა არ ხდება. როდესაც შენს დედასა და მამას, ნანდასა და იაშოდას ემორჩილები, ეს შენს ძლევამოსილებას არ ამცირებს. ეს შენი ერთგულებისადმი სასიყვარულო დამოკიდებულების გამოხატულებაა. შენთან შეჯიბრება არავის შეუძლია. შენ ბრძანდები თავდაპირველი უკვდავების ნექტარი, ურღვევი, ვედების მტკიცების თანახმად, ბრაჰმანი არის მარადიული, ყველაფრის უმაღლესი წყარო, რომელსაც არ ეხება დაბადება და სიკვდილი. უპანიშადებში ნათქვამია, რომ უზენაესი ბრაჰმანი ზესავით შუქმფენია და ყველაფრის დასაბამს წარმოადგენს. ნებისმიერი, ვისაც თავდაპირველი პიროვნების შეცნობა ძალუძს, მატერიალური განპირობებული სიცოცხლისგან თავისუფლდება. ვისაც უბრალოდ შეუძლია ერთგულის სამსახურით მოგეჯერჭოს, შენი ჭეშმარიტი მდგომარეობის დაბადების, მოვლინების, გაუჩინარებისა და საქმიანობის გაგებას შეძლებს, როგორც ბჰაგავად გიტაშია დამტკიცებული. უბრალოდ შენი კონსტიტუციური მდგომარეობის
მოვლენებისა და გაუჩინარების გაგებით, ამჟამინდელი სხეულის დატოვების შემდეგ, პიროვნებას სულიერ სამეფოში ამაღლება შეუძლია. ამიტომ, მატერიალური უმეცრების ოკეანის გადასალახავად, გონიერი პიროვნება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს და ადვილად გადაინაცვლებს სულიერ სამეფოში. არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული მედიტატორი, რომელთაც არ იციან, რომ შენ ზესული ბრძანდები, როგორც ფაგავად გიტაშია ნათქვამი, შენ ყველას გულში მყოფი ზესული ხარ, ამიტომ შენს მიღმა რაიმეზე მედიტაცია აღარ არის საჭირო. ვინც გამუდმებით ჩაფლულია შენს თავდაპირველ ფორმაზე, კრიშნაზე ფიქრში, ადვილად გადალახავს მატერიალური ყოფიერების უმეცრების ოკეანეს. მაგრამ პიროვნებები, რომელთაც არ უწყიან, რომ შენ ზესული ხარ, მათი ეგრეთ წოდებული მედიტაციის მიუხედავად, მატერიალურ სამყაროში რჩებიან. თუ კი შენს ერთგულებთან ურთიერთობით, პიროვნება გაიგებს, რომ უფალი კრიშნა თავდაპირველ ზესულს წარმოადგენს, მისთვის მატერიალური უმეცრების გადალახვა შესაძლებელი ხდება. მაგალითად, ადამიანს თოკი გველი აღარ ჰგონია, იმის გაგებისთანავე, რომ თოკი გველი არ არის, იგი შიშისგან თავისუფლდება. ამიტომ, თუ კი ვინმე გაიგებს შენივე მოძღვრებით, რომლებიც ფაგავად გიტაშია მოცემული, ან შენი წმინდა ერთგულების დახმარებით, რომელთა შესახებაც შრიმად ფაგავატამსა და მსგავს ვედურ ნაწარმოებებშია მოთხრობილი, თუ კი ადამიანი უბრალოდ ხვდება, რომ შენ ხარ შემეცნების საბოლოო მიზანი, მას მატერიალური ყოფიერების აღარ უნდა ეშინოდეს. ერთგულ სამსახურში დაკავებული პიროვნებისთვის ეგრეთ წოდებულ განთავისუფლებასა და ტყვეობას ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება, როგორც თოკი აღარ წარმოადგენს საშიშროებას მისთვის, ვინც მიხვდა, რომ თოკი გველი არ არის. ერთგულმა იცის, რომ შენ ხარ მატერიალური სამყაროს მფლობელი, ამიტომ ყველაფერს შენს ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურს უძღვნის. ამდენად მისთვის ტყვეობა ქრება. პლანეტა მზეზე მყოფი პიროვნებისთვის დღისა და ღამის სახით მზის გამოჩენა, გაუჩინარება აღარ არსებობს. ნათქვამია ისიც, რომ შენ, კრიშნა, მზეს გავხარ, ხოლო მაია, ილუზია სიბნელეს. მზეში სიბნელე არ არსებობს, ასე რომ მათთვის, ვინც უკვე შენთან იმყოფებიან, უცხოა ტყვეობა ან განთავისუფლება. მეორეს მხრივ, ვინც შენი ლოტოსის ტერფებთან თავის შეფარების გარეშე შეცდომით თვლიან თავს განთავისუფლებულად, უსუფთავო გონების გამო ეცემიან. ამიტომ თუ კი ვინმე ზესულს შენი პიროვნებისგან ანსხვავებს და სადღაც სხვაგან, ტყეში ან ჰიმალაიების გამოქვაბულში ეძებს, მისი მდგომარეობა მეტად სავალალოა. ფაგავად გიტაში შენ გვასწავლი, რომ ადამიანმა უნდა მიატოვოს თვითრეალიზაციის ყველა სხვა პროცესი და უბრალოდ შენ მოგენდოს, რამე თუ ეს არის სრულყოფილება, ვინაიდან შენ ყველაფერში უმაღლესი ხარ, ისინიც, ვინც ბრაჰმანის ციალს დაეძებენ, შენ გეძებენ. ისინიც, ვინც ზესულის რეალიზაციას ელტვიან, შენ გეძებენ. შენ თვითონ ამბობ ფაგავად გიტაში, რომ ზესულის ნაწილობრივი განსახიერებით თავად შეხვედი მატერიალურ კოსმიურ გამოვლინებაში. შენ ყველას გულში იმყოფები და ზესულის სხვაგან ძებნა აღარ არის საჭირო. ვინც მაინც ასე იქცევა, უბრალოდ უმეცარია. ამგვარი მდგომარეობის მიმართ ტრანსცენდენტულს ესმის, რომ შენ განუსაზღვრელი ხარ, შენ შიგნითაც არსებობ და გარეთაც, შენი ყოფიერება ყველგან ჩანს. ზესულის სხვაგან ძებნის ნაცვლად ერთგული შინაგანად ჭკუას მხოლოდ შენ გაბღრობს. სინამდვილეში შენი პოვნა მხოლოდ სიცოცხლის მატერიალური კონცეფციისგან განთავისუფლებულს შეუძლია და სხვას არავის. თოკის გველად მიჩნევის შედარება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც ჯერ კიდევ არაფერი იციან შენს შესახებ. სინამდვილეში, თოკის ნაცვლად გველის არსებობა მხოლოდ ჩვენი ჭკუიდან გამომდინარეობს. ილუზიაც მხოლოდ ჩვენს ჭკუაში არსებობს. ილუზია სხვა არაფერია თუ არა შენი პიროვნების არცოდნა. როდესაც ადამიანს შენი პიროვნება ავიწყდება, ეს ილუზიის განპირობებულ მდგომარეობას წარმოადგენს. ამიტომ შინაგანად და გარეგანად შენზე დაუნჯებული პიროვნებაზე ილუზია არ მოქმედებს.
ვინც ოდნავ მაინც მიაღწია ერთგულ სამსახურს, ხვდება შენს დიდებას. ბრაჰმანის ან პარამატმას რეალიზაციის მცდელობაში მყოფსაც არ შესწევს შენი პიროვნების სხვადასხვა თვისებების შეცნობის უნარი, ვიდრე ერთგულების გზას არ დაადგება. შეიძლება ვინმე უამრავი იმპერსონალისტის სულიერი მოძღვარი გახდეს, ან ტყეში გამოქვაბულსა თუ მთაში წავიდეს და როგორც განდეგილმა მრავალი წლით მედიტაციას მიჰყოს ხელი, მაგრამ მცირეოდენი ერთგული სამსახურის მადლის გარეშე ვერასოდეს მიხვდება შენს დიდებას. მრავალი წლის ძიების შემდეგაც გამორიცხულია ბრაჰმანის ან პარამატმას შეცნობა, თუ ადამიანს ერთგული სამსახურის საოცარი გავლენა არ შეხებია. ჩემო ძვირფასო უფალო, გევედრები, მამყოფე ისე ბედნიერი, რომ ამ ცხოვრებაში თუ შემდგომში, სადაც არ უნდა დავიბადო, შენს ერთ-ერთ ერთგულად ვითვლებოდე. გთხოვ, სადაც არ უნდა ვიყო, შენს ერთგულ სამსახურში მამყოფე. მე სულაც არ მაფიქრებს სიცოცხლის რომელ სახეობას დავიმსახურებ მომავალში, ვინაიდან ვხედავ, რომ თვით ძროხებად, ხბოებად თუ მენახირე ბიჭებათაც კი ერთგულები იმდენად ბედნიერები არიან, რომ მუდამ შენი ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით არიან დაკავებული. ამიტომ ნატრობ ერთ-ერთი მათგანი ვიყო და არ მეკავოს ახლანდელი ამაღლებული მდგომარეობა, რამე თუ უმეცრებით ვარ სავსე. ვრინდავანის გოპები და ძროხები იმდენად იღბლიანები არიან, რომ საკუთარი რძე შეუძლიათ მოგცენ. პიროვნებებს, რომლებიც დიდ მსხვერპლშეწირვებს ასრულებენ, ან უამრავ ძვირფას თხას გწირავენ მსხვერპლად, არ შესწევთ შენი შეცნობის სრულქმნის მიღწევის უნარი, ხოლო უბრალოდ ერთგული სამსახურით ამ უბიწო სოფლელ ქალებსა და ძროხებს თავიანთი რძით შენი დაკმაყოფილება შეუძლიათ. შენ მათი რძე შეგისვამს, მაშინ როცა მსხვერპლშეწირვის შემსრულებლები ვერაფრით გაკმაყოფილებენ. ამიტომ მე უბრალოდ მაკვირვებს მაჰარაჯა ნანდას, დედა იაშოდას, მენახირე კაცებისა და გოპების იღბალი, ვინაიდან ღმრთების უზენაესი პიროვნება, აბსოლუტური ჭეშმარიტება მათი სიყვარულის უძვირფასესი საგანი ხარ. ჩემო ძვირფასო უფალო, ჭეშმარიტად არავის ძალუძს ვრინდავანის მცხოვრებთა ბედნიერების შეფასება. ჩვენ ნახევარღმერთები ცოცხალი არსებების სხვადასხვა გრძნობების მაკონტროლებელი ღვთაებები ვართ და ვამაყობთ ამგვარი უპირატესობით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვერ შევედრებით ვრინდავანის ამ ბედნიერ მცხოვრებლებს, ვინაიდან თავიანთი მოქმედებების წყალობით ისინი ჭეშმარიტად ტკბებიან შენი თანდასწრებითა და შენთან ურთიერთობით. როგორც გრძნობათა მაკონტროლებლები, შეიძლება თავი მოჰქონდეს, რომ გრძნობები დამორჩილებული გვაქვს, მაგრამ აქ ვრინდავანის მცხოვრებლები იმდენად ტრანსცენდენტულები არიან, რომ ჩვენს გამგებლობას არ ემორჩილებიან. სინამდვილეში ისინი შენი სამსახურის გზით განიცდიან გრძნობათა ტკბობას. ამიტომაც ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ რომელიმე მომავალ ცხოვრებაში ვრინდავანის მიწაზე დაბადების შესაძლებლობა მომეცემა. ჩემო ძვირფასო უფალო, ამიტომ არც მატერიალური სიმდიდრე მაინტერესებს და არც განთავისუფლება. შენს ლოტოსის ტერფებთან უმორჩილესად გევედრები, მომანიჭე რომელიმე სახის დაბადება ვრინდავანის ტყეში, იქნებ ვრინდავანის ერთგულთა ტერფების მტვრის მადლი მერგოს. ამ მიწაზე თავდაბალ ბალახად გაჩენის შესაძლებლობაც რომ მომეცეს, ეს დაბადება დიდებული იქნება ჩემთვის. მაგრამ თუ ვრინდავანის ტყეში დაბადების ბედნიერება არ მხვდება წილად, გევედრები, ნება მომეცი, სადმე ვრინდავანის ახლო-მახლო ვიშვა, ისე რომ სასეირნოდ გამოსულმა ერთგულებმა ჩემზე გადაიარონ. ესეც დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის. მე უბრალოდ ისეთ დაბადებას გთხოვ, რომელიც ერთგულთა ტერფების მტვრით დაფარვის საშუალებას მომანიჭებს. ვხედავ, რომ აქ ყველა მთლიანად კრიშნას ცნობიერებაში იმყოფება. მათ არაფერი იციან კრიშნას ლოტოსის ტერფების გარდა, რომელთაც ვედებიც კი ეძებენ. ვხედავ, რომ აქ ყველა მთლიანად კრიშნას ცნობიერებაში იმყოფება. მათ არაფერი იციან კრიშნას ლოტოსის ტერფების გარდა, რომელთაც ვედებიც კი ეძებენ. ბჰაგავად გიტაში დადასტურებულია, რომ ვედური ცოდნის მიზანს კრიშნას პოვნა წარმოადგენს.
ბრაჰმა სამჰიტაში კი ნათქვამია, რომ ვედური ლიტერატურის სისტემატიური კითხვით ძალიან ძნელია კრიშნას ღმრთეების უზენაესი პიროვნების პოვნა. მაგრამ წმინდა ერთგულის წყალობით იგი სულ ადვილად მიიღწევა. ვრინდავანის წმინდა ერთგულები ბედნიერები არიან, ვინაიდან ისინი გამუდმებით უყურებენ მუკუნდას, უფალ კრიშნას. სიტყვა მუკუნდას გაგება ორგვარად შეიძლება. მუკ ნიშნავს განთავისუფლებას, უფალ კრიშნას განთავისუფლებისა და ამასთან ერთად ტრანსცენდენტული ნეტარების მონიჭებაც შეუძლია. ეს სიტყვა მის მომღიმარ სახესაც ეხება, რომელიც სწორედ კუნდას ყვავილს გავს. მუკუნდა ნიშნავს აგრეთვე სახეს. ყვავილი კუნდა მეტისმეტად მშვენიერია და გეგონებად იღიმებაო. ასეა ეს შედარება გამოყენებული. ვრინდავანის წმინდა ერთგულებსა და სხვა ერთგულებს შორის ის განსხვავებაა, რომ ვრინდავანის მცხოვრებლებს კრიშნასთან ურთიერთობის გარდა სხვა სურვილი არ გააჩნიათ. თავისი ერთგულებისადმი მეტად კეთილი კრიშნა მათ სურვილებს ასრულებს. მათ ყოველთვის კრიშნასთან ურთიერთობას წადიათ და უფალიც მზადაა ამ სურვილის ასასრულებლად. ამავე დროს ვრინდავანის ერთგულები სპონტანურ სიყვარულს განიცდიან. ისინი არ მიჰყვებიან მარეგულირებელ პრინციპებს. მათ მათი მკაცრად შესრულება არ მოეთხოვებათ, ვინაიდან კრიშნასადმი ტრანსცენდენტული სიყვარული ბუნებრივად აქვთ განვითარებული. მარეგულირებელი პრინციპების შესრულება იმ პიროვნებებს მოეთხოვებათ, რომელთაც ტრანსცენდენტული სიყვარულისთვის არ მიუღწევიათ. ბრაჰმაც უფლის ერთგულია, მაგრამ იგი მარეგულირებელ პრინციპებს იცავს. იგი კრიშნას ვრინდავანში დაბადების შესაძლებლობას ევედრება, რათა სპონტანური სიყვარულის დონემდე ამაღლდეს. უფალი ბრაჰმა განაგრძობდა: ჩემო ძვირფასო უფალო, ხანდახან საგონებელში ვარდები. როგორ შეძლებ შენო მეუფებავ, ვრინდავანის მცხოვრებთა ერთგული სამსახურისთვის მადლობის გადახდას. თუმცა ვიცი, რომ შენ კურთხევის უმაღლეს წყაროს წარმოადგენ. მინდა ვიცოდე, როგორ შეძლებ იმ სამსახურის საფასურის გადახდას, რასაც ვრინდავანის მცხოვრებლებისგან ღებულობ. ვფიქრობ, როგორ ხარ ისეთი კეთილი, ისეთი დიდსულოვანი, რომ თვით შენს მოსატყუებლად მოსული მოსიყვარულე დედად გადაცმული პუტანაც განთავისუფლებითა და დედის ჭეშმარიტი მდგომარეობით დაასაჩუქრე. შენ იმავე ოჯახის სხვა დემონებსაც, აგასურასაც და ბაკასურასაც განთავისუფლება მიანიჭე. მსგავსი მოქმედებები საგონებელში მაგდებს. ვრინდავანის მცხოვრებლებმა ყველაფერი მოგცეს: სხეული, ჭკუა, სიყვარული, ოჯახი. ისინი ყველაფერს შენ გახმარენ, მაშ როგორ შეძლებ მათი ვალის გადახდას? შენ უკვე მიეცი შენი თავი პუტანას. ვეჭვობ, რომ მუდამ ვრინდავანის მცხოვრებთა მოვალედ დარჩები. რამე თუ ვერ შეძლებ სასიყვარულო საჩუქრის საფასურის გადახდას. უფალო ჩემო, მე მესმის, რომ ვრინდავანის მცხოვრებთა არაჩვეულებრივი სამსახური ყველა მათი ბუნებრივი ინსტინქტის სპონტანურად შენ სამსახურში დაკავების შედეგია. ნათქვამია, რომ მატერიალურ საგნებსა და ოჯახზე მიჯაჭვულობის მიზეზს ილუზია წარმოადგენს, რომელიც ცოცხალ არსებას მატერიალურ სამყაროში განპირობებულს ხდის. მაგრამ ეს ეხება იმათ, ვინც კრიშნას ცნობიერებაში არ იმყოფებიან. ვრინდავანის მცხოვრებისთვის არ არსებობს ისეთი წინააღმდეგობები, როგორიცაა კერაზე და ოჯახზე მიჯაჭვულობა. მათი მიჯაჭვულობა შენსკენ არის მომართული და მათი ოჯახი ტაძრად გადაიქცა, რადგან შენ ყოველთვის იქ იმყოფები. იმის შედეგად, რომ შენს გამო მათ ყველაფერი დაივიწყეს, აღარც რაიმე წინააღმდეგობა ხდებათ. კრიშნას ცნობიერებაში მყოფი პიროვნებისთვის არ არსებობს ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა კერა და ოჯახი, არ არსებობს ილუზიაც. მე ისიც მესმის, რომ პატარა მენახირე ბიჭად, მენახირეების შვილად შენი მოვლენა სულაც არ წარმოადგენს მატერიალურ საქმიანობას. შენ იმდენად დავალებული ხარ მათი სიყვარულით, რომ აქ მოხვედი, რათა შენი ტრანსცენდენტული თანდასწრებით ისინი კიდევ მეტ სასიყვარულო სამსახურზე შთააგონო. ვრინდავანში არ არსებობს განსხვავება მატერიალურსა და სულიერ შორის, ვინაიდან ყველაფერი შენს სასიყვარულო სამსახურს ეძღვნება. ჩემო ძვირფასო უფალო,
შენი ვრინდავანის გართობების მიზანი უბრალოდ ერთგულების შთაგონებაა. მას, ვინც მატერიალურად აღიქვამს, გზა აებნება. ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნა, შენი უარყოფილნი, რომლებიც ამტკიცებენ თითქოს ჩვეულებრივი ადამიანივით მატერიალური სხეული ჰქონდეს, ფაგავად გიტაში დემონებად და ნაკლებ გონიერებად არიან დახასიათებული. შენ მუდამ ტრანსცენდენტული ხარ, არაერთგულებით ყუვდებიან, ვინაიდან მატერიალურ ქმნილებად გთვლიან. სინამდვილეში, ჩვეულებრივი მენახირე ბიჭის მსგავსი სხეული შენზე მინდობილი ერთგულების ტრანსცენდენტული ნეტარების გასაზრდელად მიიღე. ჩემო ძვირფასო უფალო, არაფერი მეთქმის იმ ხალხზე, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთი უკვე შეიცნეს, ან თავიანთი რეალიზაციით თავად გახდნენ ღმერთი, ხოლო რაც შემეხება მე, გულწრფელად ვაღიარებ, რომ შენი შეცნობა ჩემი სხეულით, ჭკუითა და მეტყველებით შეუძლებელია. რა შემიძლია ვთქვა შენზე, ან როგორ შეგიცნო ჩემი გრძნობით? ჩემი ჭკუით, რომელიც გრძნობათა შორის მთავარს წარმოადგენს, სრულყოფილად ფიქრიც კი არ შემიძლია შენზე. შენი თვისებების, საქმიანობებისა და სხეულის შეცნობა მატერიალურ სამყაროში არავის ძალუძს. მხოლოდ შენი წყალობით შეუძლია ადამიანს რამდენადმე გაიგოს შენი ვინაობა. ჩემო ძვირფასო უფალო, შენ ხარ ყველა ქმნილების უზენაესი უფალი, თუმცა ხანდახან შეცდომით ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ სამყაროს ბატონი. შეიძლება ამ სამყაროს ბატონი ვიყო, მაგრამ არსებობს ურიცხვი სამყარო და მათი განმგებელი ურიცხვი ბრაჰმა. სინამდვილეში, ყოველი მათგანის ბატონი შენ ხარ. როგორც ყველას გულში მყოფმა ზესულმა, შენ ყველაფერი იცი, ამიტომ გთხოვ, მიმიღე შენზე მინდობილ მსახურად. იმედი მაქვს მომიტევებ, რომ მეგობრებთან და ხვოებთან გართობებში ხელი შეგიშალე. ახლა თუ ნებას მომცემ, დაუყოვნებლივ დაგტოვებ და შეგიძლია ჩემი თანდასწრების გარეშე გაერთო შენს მეგობრებთან და ძროხებთან ერთად. ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნავ, შენივე სახელი იმის მაუწყებელია, რომ ყოვლის მიმზიდველი ბრძანდები. მზისა და მთვარის მომხიბვლელობაც შენი მადლია. მზის მიმზიდველობის ძალით შენ იადოს დინასტიის ყოფიერებას ამშვენიერებ. მთვარის მომხიბვლელობით კი მიწის, ნახევარღმერთების, ბრაჰმანების, ძროხებისა და ოკეანეების ძალას ზრდი. შენი უმაღლესი მიმზიდველობა ანადგურებს კამსასა და მსგავს დემონებს. ამიტომ ჩემი დასკვნა ის გახლავთ, რომ სამყაროში შენ ხარ ერთადერთი სათაყვანებელი ღვთაება. მატერიალური სამყაროს განადგურებამდე მოკრძალებით თაყვანს გცემ შენ, ვიდრე ამ მატერიალურ სამყაროში მზიანათებს, გთხოვ, მიიღე ჩემი მორჩილი თაყვანისცემა. ბრაჰმამ, სამყაროს ბატონმა, ასე მორჩილებითა და მოკრძალებით სცა თაყვანი ღმრთების უზენაეს პიროვნებას. სამჯერ შემოუარა მას და ახლა მზად იყო თავის სავანეში, ბრაჰმალოკაზე დასაბრუნებლად. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ ანიშნა და დაბრუნების ნება დართო. ბრაჰმას წასვლისთანავე, უფალმა კრიშნამ ისეთივე სახე მიიღო, როგორიც ძროხებისა და მენახირე ბიჭების დაკარგვის დღეს ჰქონდა. კრიშნას მეგობრები სუფრას უსხდნენ, როდესაც უფალმა იამუნას ნაპირზე დატოვა ისინი, თუმცა იგი ზუსტად 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. მენახირე ბიჭებს ეს დრო წამად მოეჩვენათ. ასეთია კრიშნას სხვადასხვა ენერგიები და მოქმედებები. ფაგავად გიტაში ნათქვამია, რომ კრიშნა თავად ბინადრობს თითოეულის გულში და იგია ხსოვნისა და დავიწყების მიზეზი. ყველა ცოცხალი არსება უფლის უმაღლესი ენერგიის გამგებლობის ქვეშ იმყოფება და მათ ხან ახსოვთ, ხან კი ავიწყდებათ თავიანთი კონსტიტუციური მდგომარეობა. ამგვარი გამგებლობის გამო მისმა მეგობრებმა ვერ გაიგეს, რომ მთელი 1 წლის განმავლობაში არ ყოფილან იანმუნას ნაპირზე და ბრაჰმას ილუზიის ხიბლის ქვეშ იმყოფებოდნენ. კრიშნას დანახვაზე ბიჭებმა იფიქრეს, კრიშნა 1 წუთში დაბრუნდა, მათ სიცილი ატეხეს. ფიქრობდნენ რა, რომ კრიშნას მასთან ერთად ჭამის მიტოვება არ სურდა. გამხიარულებულები უმხმობდნენ მას, ძვირფასო მეგობარო კრიშნა, რა მალე დაბრუნდი, ძალიან კარგი, ჯერ არც დაგვიწყია ჭამა, 1 ლუკმაც არ აგვიღია, მაშ მოდი, შემოგვიერთდი და ერთად მივირთვათ. კრიშნამ გაუღიმა
და მიიღო მათი მიპატიჟება. იგი მეგობრებთან სამხრობით კვებოდა. ჭამის დროს კრიშნა ფიქრობდა, ამ ბიჭებს ჯერათ, რომ ერთ წამში დავბრუნდი, მაგრამ არ იციან, რომ 1 წლის განმავლობაში უფალ ბრაჰმასთან მისტიკურ საქმეებში ვიყავი გახვეული. დანაკლების შემდეგ კრიშნამ მისი მეგობრები და ხბოები ბრაჯაფუმიში შინისაკენ გაემართნენ. გზად აგასურას უზარმაზარი გველის ფორმის უსულო გვამის ნახვით გაიხარეს. ბრაჯაფუმიში დაბრუნებული კრიშნა სოფლის ყველა მცხოვრებმა დაინახა. ქუდს ფარშავანგის ბუმბული და ტყის ყვავილები უმშვენებდა. კრიშნა ყვავილების გირლანდებით მორთული ვრინდავანის მთის გამოქვაბულებში შეგროვილი მინერალური საღებავებით მოხატული იყო. გოვართანას მთაზე ყოველთვის უხვად მოიძებნება ბუნებრივი წითელი საღებავი, რომლითაც კრიშნა და მისი მეგობრები სხეულს იღებავდნენ. თითოეულს თან ჰქონდა კამეჩის რქის საყვირი, ჯოხი და ფლეიტა. ყოველი მათგანი სახელებით ეძახდა საყვარელ ხბოებს. ისინი იმდენად ამაყობდნენ კრიშნას დიდებული საქმეებით, რომ სოფელში შესვლისას ყველანი მის სადიდებლებს მღეროდნენ. ვრინდავანის გობები ხედავდნენ, როგორ შედიოდა კრიშნას სოფელში. ბიჭები საამო სიმღერებს თხსავდნენ, რომლებშიც აღწერილი იყო, როგორ გადარჩნენ უზარმაზარი გველის მიერ გადაყლაპას და როგორ მოკლა კრიშნამ გველი. ზოგიერთები კრიშნას იაშოდას ვაჟად აღწერდნენ, სხვები ნანდა მაჰარაჯას შვილად. კრიშნა ისეთი მშვენიერია, რომ უზარმაზარი გველის ხახიდან გვიხსნა და მოკლა იგი, ამბობდნენ ისინი, მაგრამ არც კი იცოდნენ იმის შესახებ, რომ აგასურას სიკვდილის შემდეგ ერთმა წელმა გაიარა. ამასთან დაკავშირებით მაჰარაჯა პარიქშიტმა ჰკითხა შუკადევა გოსვამის, თუ როგორ განივითარეს კრიშნასადმი ამხელა სიყვარული ვრინდავანის მცხოვრებლებმა, მიუხედავად იმისა, რომ კრიშნა არც ერთი მათგანის ოჯახს არ ეკუთვნოდა. მაჰარაჯა პარიქშიტმა ჰკითხა, ნამდვილი მენახირე ბიჭების არ ყოფნის დროს, როდესაც კრიშნა თვითონ გავრცელდა, რატომ მოხდა, რომ ბიჭების მშობლები მისადმი მეტი სიყვარულით აღივსნენ, ვიდრე საკუთარი ვაჟებისადმი, აგრეთვე რატომ შეუყვარდათ ძროხებს ეს ხბოები საკუთარ ხბოებზე მეტად? შუკადევა გოსვამიმ უთხრა მაჰარაჯა პარიქშიტს, რომ სინამდვილეში ყველა ცოცხალი არსება საკუთარ თავზეა ყველაზე მეტად მიჯაჭვული. გარეგან ატრიბუტებს, სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, საზოგადოებას, ქონებას, სიმდიდრეს, ცოცხალი არსების დაკმაყოფილების მხრივ მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ისინი იმიტომ იძლევა სიამოვნებას, რომ საკუთარ მეს აკმაყოფილებს. ამ მიზეზის გამო ცოცხალი არსება ეგოცენტრულია და საკუთარ სხეულსა და მეზე უფრო მეტად არის მიჯაჭვული, ვიდრე ცოლზე, ბავშვებსა და მეგობრებზე. თუ კი მის პიროვნებას რაიმე უშუალო საფრთხე ემუქრება, პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნავს და მერე სხვებზე. ეს ბუნებრივია. საკუთარი მეს შემდეგ სიყვარულის მნიშვნელოვან საგანს მისი მატერიალური სხეული წარმოადგენს. პიროვნება, რომელსაც არაფერი გაეგება სულის შესახებ, ძლიერ არის მიჯაჭვული მატერიალურ სხეულზე. იმდენად ძლიერად, რომ სიბერეში მრავალი ხელოვნური გზით ცდილობს მის შენარჩუნებას. შესაძლებლად მიაჩნია რა მოხუცი და მოტეხული სხეულის ხსნა. მთელი დღე და ღამე გულმოდგინედ შრომობს საკუთარი თავის საამებლად, სიცოცხლის გაგების სხეულისეულ თუ სულიერ დონეზე. მატერიალური საკუთრებას იმის გამო ვართ მიჯაჭვულები, რომ ეს გრძნობებს ან სხეულს ანიჭებს სიამოვნებას. სხეულზე მიჯაჭვულობის მიზეზი მასში საკუთარი მეს სულის არსებობაა. სწორედ ასევე, შემდგომი წინსვლისას ადამიანი ხვდება, რომ სული სიამოვნების მომნიჭებელია, იმიტომ რომ იგი კრიშნას განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. საბოლოო ჯამში კრიშნაა სიამოვნების მომნიჭებელი და ყოვლის მიმზიდველი. იგი ყოველივე არსებულის ზესულია და იმისათვის, რომ ეს გაგვაგებინოს, კრიშნა ეშვება და გვეუბნება, რომ იგია ყოვლის მიმზიდველი ცენტრი ყოვლისა. რაც კრიშნასგან არ მომდინარეობს, ყოვლის მიმზიდველი ვერ იქნება. კოსმიურ გამოვლინებაში ყველაფერი კრიშნას გამოა მიმზიდველი, ამიტომ კრიშნა ყოველგვარი სიამოვნების საუნჯეს წარმოადგენს. ყველაფრის აქტიური პრინციპი კრიშნაა და დიდად ამაღლებული ტრანსცენდენტალისტი ყველაფერს მასთან დაკავშირებით ხედავს.
ჩაიტანია ჩარიტამრიტაში ნათქვამია, რომ მაჰა ბჰაგავატა, ანუ ძლიერ ამაღლებული პიროვნება, კრიშნას ყველა მოძრავი და უძრავი ცოცხალი არსების აქტიურ პრინციპად ხედავს. ამიტომ ამ კოსმიურ გამოვლინებაში ყველაფერს კრიშნასთან მიმართებაში აღიქვამს. იმ ბედნიერმა პიროვნებამ, ვინც კრიშნას სამუდამოდ შეაფარა თავი, უკვე განთავისუფლებას მიაღწია. იგი აღარ იმყოფება მატერიალურ სამყაროში. ბჰაგავად გიტა ამასაც ადასტურებს. კრიშნას ერთგულ სამსახურში დაკავებული უკვე ბრაჰმა ფუტას, ანუ სულიერ საფეხურზე იმყოფება. თავად სახელი კრიშნა ღვთისმოსაობას და განთავისუფლებას გულისხმობს. გამოდის, რომ ნებისმიერი, ვინც კრიშნას ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, უმეცრების გადასალახავ ნავში ჯდება. მისთვის უზარმაზარი მატერიალური გამოვლინება ხბოს ჩლიქის კვალის ოდენა ხდება. ყოველი დიადი სულის ცენტრი კრიშნაა და იგი მატერიალური სამყაროების თავშესაფარს წარმოადგენს. კრიშნას ცნობიერების საფეხურზე მყოფთათვის შორს არ არის ვაიკუნთა, ანუ სულიერი სამყარო. იგი არ ცხოვრობს მატერიალურ სამყაროში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა მოსალოდნელი. ასე სრულყოფილად აუხსნა შუკადევა გოსვამიმ მაჰარაჯა პარიქშიც კრიშნას ცნობიერება. მეფეს მან უფალი ბრაჰმას სიტყვები და ლოცვებიც გაუმეორა. მენახირე ბიჭებთან უფალი კრიშნას გართობების აღწერა, მასთან ერთად იამუნას ნაპირზე ტრაპეზი და უფალი ბრაჰმას ლოცვები ყველაფერი ტრანსცენდენტული ამბებია. ნებისმიერს, ვინც მათ შესახებ ისმენს, წარმოთქვამს ან გალობს, უეჭველად აუსრულდება ყოველგვარი სულიერი სურვილი. ასე იქნა აღწერილი კრიშნას ბავშვობის გართობები ბალარამასთან ერთად ვრინდავანში.